მოგესალმებით მეგობრებო. დღეს 7 სექტემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 სექტემბრის ჩათვლით მზის დაბნელების დერეფანს გავივლეთ. რა უნდა გააკეთოთ ამ პროცესებში, რა უნდა მოიმოქმედოთ და როგორ უნდა მოიმოქმედოთ, ეს ვიდეო იქნება თქვენთვის, ვისაც ეს ყველაფერი გაინტერესებს. ასევე აუცილებლად მიმოვიხილავ თითოეული ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომაც დარჩით ჩემთან, უყურეთ ჩემს ვიდეოს, ვისაც ეს ყველაფერი გაინტერესებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ როდესაც დაბნელების დერეფანს გავდივართ ადამიანები, ეს არის ტრანსფორმაციის, გადახვედრების, ბევრი სწორი კომუნიკაციის, საკუთარ თავთან ჩამოყალიბების პროცესები. ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი იმ რთული პროცესებისგან, რომლის წინაშე ციტკებით ეს არის დაშორება, ოპერაცია, სირთულეები, საკუთარ თავთან ჩაღრმავება, საკუთარი ემოციების კონტროლი, ადამიანების თქვენ ცხოვრებიდან გაშვება, ან შემოშვება, ან ის, რომ ისინი რაღაცნაირ რუტინულ მდგომარეობაში დატოვოთ, გაურკვევლად მათი მდგომარეობის ყოფნა, ან თქვენივე სიტუაციების გაურკვევლობაში ყოფნა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დერეფანს როცა გადიხართ დაბნელების და ეს არის თქვენ ტრანსფორმაციის კორიდორი, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის ყველაფერი, რომ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ამ პერიოდში არა გარდაქმნათ, არამედ უბრალოდ კარგად დაფიქრეთ, რა გიღირთ, რა გინდათ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვები, რისთვის მოხვედით, ამ ყველაფერში რა გინდათ რომ ისწავლოთ, ამ ყველაფრისგან რას ელოდებით, რა მოლოდინები გქონდათ და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ თავთან ჩაღრმავებას დაიწყებთ და როდესაც თქვენ თავით ამ ყველაფერზე იქნებით თვითკმაყოფილი, თქვენ უკვე გადახვალთ იმ 5D ინსპირაციაში, რომელიც სამყაროს ძალიან მაღალ განვითარებულ ვაიბებს გვპირდება. შესაბამისად, შეიკავეთ თავი ამ პერიოდებში სირთულეებისგან და რაღაცნაირად ეცადეთ, რომ თქვენი ცხოვრება მაქსიმალურად რადიკალურად არ შეცვალოთ ამ პერიოდში. 21 სექტემბრის მერე რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სავალალო, ან ინანებთ ამ გადაწყვეტილებებს, ან მერე ძალიან რთულ პერიოდში ჩაგაგდებთ, ამიტომ ყველაფერი ძალიან სწორად და სტაბილურად თქვენს ემოციებში. მეორე ვარიანტი რაც აქ ზოდიაქოს ნიშნებს რაც შეეხებათ. ზოგადად სანამ ზოდიაქოს ნიშნებზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში არ ჩაიცვათ მუქი ფერის ტანსაცმელი, იმიტომ რომ მოგიტანთ ნეგატივს, არანაირად მსგავსი ნეგატიური ინფორმაციებიდან უნდა ამოიყვანოთ თავი, არ გაიზიაროთ ნეგატიური ინფორმაციები, წუწუნა ადამიანები გვერდით გადადეთ და ამ ეტაპისთვის საკუთარ თავს ჩაუფიქრდით, დაუღრმავდით და იფიქრეთ ამ ყველაფერზე. ასტროლოგიურად დავიწყოთ ვერძებს ძალიან პრაქტიკული და რაღაცა პრაგმატული პერიოდი ეწყებათ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია განმარტოვება და დაფიქრება იმ საკითხებზე, რაც მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან. კუროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირება გააკეთონ ახალ გარემოსთან და სამყაროსგან ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზება ექნებათ და მათი რჩევა მათთვის იქნება ის, რომ უბრალოდ მოეგონ აზრზე რადიკალური გადაწყვეტილებებისგან, იმიტომ რომ თითქოს ეხლა ერთი და იგივე ადგილს კეპნიან და ამ სიტუაციიდანაც უნდა აღწიან თავი ამ სიტუაციასაც. რაც შეეხება კირჩხიბებს მაუსობად უნდა მიხედონ თავი სწორი კომუნიკაცია უნდა განსაზღვრონ ემოციებთან და ემოციებს მიხედონ, ლომებს რაც შეეხებათ საკუთარ თავთან პროვოკაციული ზრახვებისგან თავი შეიკავონ და უბრალოდ სამყაროს მიენდონ. კიდევ ის თხის რქებს რაც შეეხება არის ის, რომ უბრალოდ ზედმეტად ხისტი და ხისთავიანური გამოხტომებისგან თავი შეიკავონ და მეტი ემოცია და სწორი სტაბილურობა მოვა სამყაროსგან მათთვის, მორიელებს ზედმეტი სიტყვა ბასრობისგან და შეიკავონ თავი და მათ ცხოვრებაში აუცილებლად საინტერესო ეტაპი დაიწყება და ახალი ბიზნეს იდეები მოვა მათ დღის წესრიგში. თევზებს რაც შეეხება ზედმეტი სენსიტიურობა გაუმძაფრდებათ, ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა დააშოშმინონ, უნდა დააბალანსონ. შვილდოსნებმა ზედმეტად რაღაცა ისეთი გადარბენებზე მყოფი ცხოვრება დააბალანსონ და თითქოს მერწყულებს უნდა მიბაძონ თავისუფლებაში და ეს თავისუფლება რაც მიბაძონ კი არა, უბრალოდ თავი შეიკავონ ზედმეტი პასუხისმგებლობებისგან და როგორც მერწყულის თავისუფლება ამ წამს ამ ეტაპზე მერწყულებს უქადით იმას, რომ საინტერესო ექსპედიციებს და რაღაცა ექსპერიმენტებს გააკეთებენ, ძალიან დიდ შეღავას მიუტანს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. მე მგონი ყველა ზოდიაქოს ნიშანი ჩამოვთვალე, სასწორები დამჭა, სასწორებს სამყარო ეუბნება იმას, რომ ზედმეტად შფოთვებისგან, ზედმეტად რაღაც რადიკალური ფრაგმენტული ცვლილებებისგან თავი შეიკავეთ, მეტად უფრო პრაგმატულები იყავით და მეტად უფრო თავდაჯერებული საკუთარ საქმეში. მადლობა.